მე მინდა წარგიდგინოთ უზენე საბჭოს თვალსაჩინო წარმომადგენელი ბატონი ნიკოლოზი, ყველა იცნოთ თანებლიძეს, მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ. ისე დიდი პაუზა გამოგივიდა ჩვენთან ხშირად ვსწავლობთ, მაგრამ ამ ბოლო დროს იმედია კომპენსაციას მოახდენთ ის რაც გავგვიცდა. ამიტომ თქვენი მოსაზრებები საერთოდ საინტერესოა და განსაკუთრებით ამ თარიღთან, აი ამ იდეასთან მიმართებაში ასეთ შეიძლება ითქვას, იმიტომ 9 აპრილი თარიღი კი არ არის კალენდარული იდეაა, როგორც ასეთი. სახელმწიფოებრივი ხედვა, ისტერია, პედისტერა, ესე სვერპლი, სინათლე, იდეალი და ასე შემდეგ და ამ თემაზე მინდა ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, სხვა თემებსაც შევეხებით, იმიტომ რომ ბუნებრივია ძალიან დინამიური დრო არის. ეკლესიური საკითხებია, თუ ირანის თემატიკა, თუ საერთოდ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ჩვენ ყოველთვის კონსტრუქციულად თავაზობთ ამ მოსაზრებას, ამაზეც აუცილებლად ვილაპარაკებთ და მოდით დავიწყოთ ბატონ ნიკოლოზ ეს 31 მარტს ეს კი აღვნიშნე, ამაზე 99 წლის ასე თქვათ ეს დამყარებული რეფერენდუმზე აქტი დამოუკიდებლობის გამოცხადებას იგზავდებოდით ბედნიერი ადამიანი ხართ თქვენც მე და ყველანი დიდი ფასი გადავიხადეთ ამაში ყველა თითოეულმა ჩვენთაგანმა, მაგრამ თავისუფლებას რო ალტერნატივა არ აქვს და შეგნაგან თავისუფლებას განსაკუთრებით და იდეალებს ეს კიდევ ერთხელ დღევანდელი დღეც ამტკიცებს ამას და მოდი თანამედროვეობას დავანახოთ რა არის, რა იყო 9 აპრილი მე ჩავერთები რა თქმა უნდა თქვენთან ერთად და აუხსნათ ამ საზოგადოებას რომ ჩვენ შევქნათ ესტაფეტა როგორც ასეთი ახალი თაობისთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის და დავიწყოთ და მადლობთ რომ მოგზავნით და გისმენთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მათ ვინც გამონახეთ დრო ასეთ დაძაბულ ვითარებაში რომ უყუროთ ჩვენს გადაცემას, თუმცა საკითხი გახლავთ ისეთი რომ ყველა ქართველის გულისკენ იპოვის ის გზას. რა 9 აპრილი ეს არის აი ბატონო თენგიზმა თქვა რომ ეს არის იდეის დღე, მე დავამატებდი რომ ეს არის თავისუფლების იდეის დღე. ეს არის ის დღე, როდესაც θέλმა საქართველოს გამოაცხადა, რომ მას უნდა დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობა უნდა რუსეთის იმპერიისაგან. კაფიოთ. ძალიან კაფიოთ არის ხოლმე ასეთი დღეები. აი მე პოსტფაქტუმ რომ იტყვიან, შემდეგ იწყება ხოლმე საუბარი იმაზე სწორი იყო ეს სწორი გზით ვიარეთ თუ არა, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როცა ვიღაცას ეუბნები, რომ აი შენ კარგი ხარ თუ ცუდი ხარ, აღარ მაინტერესებს, შენთან აღარ მინდა დავამთავრე ეს ამბავი. აი ეს იყო 9 აპრილი. და მინდა თავისუფლება. თავისუფლება. არ არის ეს არის მკვეთრი წყალგამყოფი. არა ეს ყოფილა ასეთი მომენტები საქართველოს ისტორიაში და ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი მომენტი, როდესაც ქართველმა ხალხმა დაიწყო საკუთარი ისტორიის ხელახლა დაწერა, ასე ვთქვათ, როგორც უყვართ გადააზრება და რასფარია მოქმედება იმართულებით, სწორედ იმით, რომ რაღაცაზე თქვა არა, ეს აღარ მინდა. მინდა უკან დასახელება გზა ჩახერდა დავით აღმაშენებელი. დიახ. კარგი. დიდ გორისობაში. კარგი მაგალითია. ახლა რაც შეეხება თანაფარდობას, რა, 9 აპრილი ეს არის ჩვენთვის რაღაცა დიდი გლოვის დღე არის რაღაცნაირად. იმავდროულად და იმიქიდან გამომდინარე. უბრალოდ იმავდროულად კი არა, იქიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავი და მე ვიტყოდი ქართველი კაცისათვის ბედნიერი დღე. ეს არ არის მარტო რაღაცა ჩვენი ახილება, რა. დღეს გამოჩნდა ეს ყველა ვინც რაღაცა თქვა ამის შესახებ ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, რა ჩვენ მოვისმინეთ და გავიგეთ,
ყველა ამბობდა, ყველას უნდოდა ასოცირება იმ დღესთან, და ამ წამოწყების ლიდერთან, ბატონ ზვირად გამსახურ დღესთან და პირველ წყარო ეგ არის. ხო, და მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმე გადაიხადა ყველაზე მძიმე რამ, ყველაზე მძიმე ფასი ამ ბედისწერაში და საკუთარ ბედისწერად გაიხადა ეს იყო ბატონი ზვიადი. ნამდვილად. ეს იყო ბატონი ზვიადი და ჩვენ ყველანი განსაკუთრებით ჩვენ, ვინც მასთან ერთად ვიყავით და დღეს გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ვიაროთ ამ ქვეყანაზე და კიდევ ვილაპარაკოთ, განსაკუთრებით ჩვენ ვართ მასთან ვალში. ყველანი აბსოლუტურად ვინც იქ იყო, ხელი მოაწერა თუ უბრალოდ დამოუკიდებლობის აქვს თუ უბრალოდ ხარს უჭერდა მას, ასეთის ბევრი იყო. კი ბატონო. მეც გეტყვით და ეს არის ისტორიაში უყავს პარადოქსები. ისეთი პარადოქსები, რომელსაც ადამიანის გონება ვერ მოიფიქრებს რა. თქვენ ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ის დღეები ახსოვს, რომ ამ დღესთან ასოცირება უნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად ებრძოდნენ ზვიად გამსახურ დღეს. თავდაუზოგავად ებრძოდნენ და თვითმიზნად რო გაიხადა. არც ერთ მათგანს არ გახსენებია ის, რომ თვითონ სადიდგა მაშინ. არც ერთ. ყველა ამბობდა, რომ ეს არის კარგი, რომ გამსახურ დღე არის. რა. ეს ნიშნავს, რომ 35 წელი გავიდა 91 წლის შემდეგ 35. ეს არის ერთ თაობაზე მეტი 20-25 წელი არის თაობებს შორის განსხვავება. აი 35 წელია დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თორე 99 წელს აპრილიდან 37-მდე გავიდა. გამოცხადებით დამოუკიდებლობის აქტის მიღება. დიახ. ამიტომ ეს 9 აპრილის გარდაცვლილები 99 წელს ისინი არიან ყველაზე გამარჯვებულები. ისინი არიან სწორედ და ჩვენ მათი ნება აღვასრულეთ. მართალია გარდაცვლილების. მაგრამ ასეთი რამ მომხდარა რა. აი ეს არის როგორც გმირული სიმფონია რა. გმირულ სიმფონიაში თავისი ადგილი აქვს სამგლოვიარო მარშს. ყველგან თან ახლავს ეს ამბავი და ძალიან სერიოზული ძალიან სერიოზული და რაღაცა ამბავი, მაგრამ ეს ასე ვთქვათ ნელი და რაღაცა ესეთი მოძრაობა გადაიზრდება ხოლმე დიდ აპოგეაში, როგორც იყო ზუსტად გეგონება, რომ აი ზუსტად მიუყვებოდით ამ ამბავს რა. აი რაღაცა სამგლოვიარო ამბავი და სამგლოვიარო მარში გადაიზარდა ბუნებრივად დიდ გამარჯვებაში და ეს უნდა აი ის საკითხი რომ აი 9 აპრილი ეს არის უფრო გლოვის დღე ვიდრე ეს არის აბსოლუტურად არასწორი მასოხისტური იდეა შეიძლება იყოს ერთისა და მეორეც შეიძლება არც ერთი დავიწყება მაგრამ ძირითადად ეს არის გამარჯვება ვიმეორებ განსაკუთრებით იმათი ვინც შეეწირა ამ ამბავს რა და კიდევ აი ეს ადამიანები რომლებიც დღეს ასე თავგამოდებით ასე ვთქვათ ამტკიცებდნენ რომ ერთგულნი არიან საქართველოს დამოუკიდებლობისა და 9 აპრილის იდეების და დამოუკიდებლობის აქტის და 9 აპრილის გარდაცვლილების ასე ვთქვათ მხარესა იყვნენ 9 აპრილსაც და მერეც და ეხლაც არიან იმედია ეხლა მაინც იზამენ იმას მათ შეუძლიათ რაც უნდა გააკეთონ 9 აპრილი ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი არ არის 26 მაისი არის რესპუბლიკის პირველი რესპუბლიკის დაბადების დღე პირველი რესპუბლიკის დღეა ძალიან სერიოზული დღეა ძალიან კარგი დღეა შესანიშნავია თავისი კონსტიტუციის მიხედვით მაგრამ აუცილებელია და დღეს განსაკუთრებით ჩანს ეს ვიმეორებ რომ 9 აპრილი იყოს და არის ფორმალურად ეს წერია კონსტიტუციაში 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტისა და 31 მარტის რეფერენდუმის საკუთრება ვარ ჩვენ დამოუკიდებლები. მთელი სამყაროს მიერ იმ ფარგლებში სადაც ეს არჩევნები შესაძლოა. საჭირო საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაც მეორე მუხლის წერია რომ 91 წლის 25 თუ 26 დეკემბრის
ტერიტორიით ავართ ჩვენ. ეს არ არის სწორი, უნდა ვიყოთ 9 აპრილს რაც იყო აი იმ ტერიტორიით. ეს ერთ იგივეა. იმ ფარგლებში. მაგრამ ეს ასე უნდა იყოს ჩაწერილი აუცილებლად მე ვფიქრობ. ეხლა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის. რა არის ჩვენი ტიპის ქვეყანა რა? ჩვენი ტიპის ქვეყანა ეს არის რაოდენობრივად არც თუ ძალიან დიდი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ისეთ ვთქვათ გეოპოლიტიკურ თუ გეოსტრატეგიულ ადგილას მყოფი, რომელიც სულ უნდა მოძრაობაში იყოს და სულ რაღაცა უნდა აკეთოს. ვერ გაჩერდება, ეს არ არის რაღაცა დანია და ისლანდია, რომელიც თავარია ევროპა იყოს კარგად, ეს ყოველთვის კარგად იქნება რა. ასეთი არ არის, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს და დღესაც თუნდაც გრენლანდია, დღესაც როგორც ხედავთ, გრენლანდიაც ვერ არის ეს. კაცმა არ იცი რა. რა ელოდება იქნება. ხო და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კი არ უნდა შევწყვიტოთ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. არამედ უნდა გავაგრძელოთ რა. ბატონ თენგის უყვარს დიდი გერმანელი მწერალი გოეთე და ის ამბობდა, რომ მხოლოდ ის არის ღირსი თავისუფლების ვის ყოველდღე იბრძვის ყოველდღე თავგამოდებით იბრძვის დასაცავა და აღსასრულებლად. და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, 9 აპრილმა და საქართველოს ისტორიის ბოლო პერიოდია რა 30 წელი ისტორიისათვის არ პერიოდია დაადასტურა ერთი რამ თავისუფლებას ალტერნატივა მეგობრებო არ გააჩნია. დღევანდელი დღეც ხო ამტკიცებს არ გააჩნია დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ალტერნატივა. არ არსებობს ეგეთი რამ რა. ვინც დამოუკიდებლობას თმობს, ის თვით სიცოცხლეს თმობს. და თვით ლიკვიდაციისკენ მიდის. და არა მარტო თავისი რა. დიახ. და აი ეს საფრთხე რაღაცნაირად თავიდან დავიცი. ნამდვილად. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი უპირველესი მონაპოვარიც არის და ასე ვთქვათ საბრძოლველი ასე ვთქვათ მიზანიც. აი ასე მინდოდა დამეწყო. ამიტომ ყველა ფენა ჩვენი საზოგადოებისა ყველა ინსტიტუციამ რომელიც არსებობს ფორმალურად ან არსებობს ასე ვთქვათ რეალურად ეს უნდა გაითვალისწინოს. ეს უნდა გაითვალისწინოს აშკარაა რომ აი კონსენსუსი არსებობს თუ არა, ხო? აშკარაა რომ 9 აპრილი ეს არის კონსენსუსის დღე. დღესაც. კი, დღესაც, კი. ნუ დღევანდელი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი თითქოს რაღაცა მაგრამ ეს და ერთი რამ კიდე ესე იგი არავის არ გამოუარო იმათი დამსახურება ვინც 9 აპრილი მოიტანა და ვინც 9 აპრილს შეეწირა განსაკუთრებით ზვიათს და ბატონ ზვიათს ვესწრებ და მის ასე ვთქვათ თანამებრძოლებს რომლებიც აღარ არიან ცოცხალი სხვა შორის ესეც უნდა ითქვას რომ ჩვენი რიგები ყოველი წლის შემდეგ ცირდება რა თქმა უნდა გადის ბუნების კანონით მრავალი არა მაგრამ საკმაოდ ბევრი გამოგვაკლდა მათ შორის ჩვენი უახლოესი მეგობრები და ეს უნდა ითქვას მაგრამ თამაზ დიასამიძე არავის თამაზ დიასამიძე ბატონი პარდაკოუშვილი მოდარნათაძე რა ვიცი ბევრი ვინმე არ არის და ამ ადამიანების და განსაკუთრებით მათი მეთაურის დამსახურების მიწერა საკუთარ თავისათვის დაუშვებელია. მე განვასახიერებ მას, იმას არავინ არ განასახიერებს. არავინ დედამიწის ზურგზე არ განასახიერებს და არც არავინ ყოფილა იმ დღეში და ისეთი ბრძოლის ველზე გასული, როგორც ბატონი ზვიადი იყო. მე გაგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე არსებობდა ეგრეთ წოდებული მოქმედებდა ეგრეთ წოდებული მალტის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირის შორის. რა ეწერა იქ? იქ ეწერა ასეთი რამ, ბევრი რამ ეწერა, მაგრამ ძირითადი რა ჩვენ საინტერესოა ეწერა ის, რომ ბალტიის
ქვეყნები არიან დამოუკიდებლები. დანარჩენი რესპუბლიკები ქმნიან, ესე იგი, ახალ საბჭოთა კავშირს, ახალი სამოქალაქო მაგაზე ვილაპარაკებ. ახალი სამოქალაქო მაგაზე ვილაპარაკებ. ჯერ არ მოვლენებს არ გაასწრო. არა, ხო და მად მივად. მე იმის თქვა მინდა, რომ არავინ ყოფილა მეთქი ისე კი, სავსებით სწორედ აღნიშნეთ. როგორიც ის, იმიტომ რომ ამის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა, ამის წინააღმდეგ წავიდა ის ცნობილი მისი გამოთქმა, რომ კუდარითებზე ჩვენ არა კუდარითებზე რომ დინებას მეყვე. აი რა დინებას უპირისპირდებოდა, ეს თავად განსაჯეთ. ეს აი ამის მონიშნა მინდა ხა მთლიანად როგორ მთლიანად ამის ამაზე ლაპარაკი უბრალოდ შეუძლებელია და ეს ერთ საათში კი არა, მრავალ საათში ჩაერევა, მაგრამ ეს რო ვიცოდეთ რა, რას გაუძელით მაშინ, რას გაუძლო მაშინ საქართველოს მოსახლეობამ, მე სპეციალურად ვამბობ საქართველოს მოსახლეობამ, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ხალხმა მისმა ჩვენმა ძმებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, ებრაელებმა, რუსებმა, უკრაინელებმა, ბერძნებმა არ დავიწყოთ ოსებმა და აფხაზებმა. კი ბატონო, კი. ყველამ, ესე იყო. ყველამ მე გაგახსენებთ რომ აი რაც შეეხება ოს მოსახლეობას. ოსი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოში ცხოვრობს ეგრეთ წოდებული ოლქის გარეთ. და არც ერთი ვიმეორებ სერიოზული რამე ინციდენტი ამ ადამიანებთან რეფერენდუმის და ამ აქტის არ ყოფილა არც მაშინ არც მერე რა ეს რაც ნიშნავს ეს ნიშნავს რომ ის რაც მოხდა და რაც ხდება ახლა ცხინვალის ოლქის ტერიტორიაზე ეს არის ინსპირირებული რუსეთის იმპერიის მიერ. რუსეთის იმპერია იცვლიდა სახელებს, იცვლიდა ფორმებს, იცვლიდა ხელმძღვანელებს, რაღაც მმართველობის წესებს, მაგრამ ადმინისტრაციას, მაგრამ არც არ იცვლიდა. ხელშეუხებელი არის ეგეთი. აი ეს არის პრობლემა. ამის ბატონ ნიკოლოზ ახლა დრო ისე მირბეს, ამიტომ თქვენ ამოუწურავ შეგიძლიათ, იმიტომ 3-4 თემა უნდა მოვასწროთ, იცოდეთ, მეც ფუფუნებას არ იძლევა ეს ფორმატი. იმიტომ რომ სხვა თემაზეც უნდა გადავიდე. ერთი-ორი სიტყვა ამ თემაზე და არა. ძალიან მე თანახმა ვარ გავჩი. ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყვი თქვენ ნებართვით ამაზე, იმიტომ რომ ეს ამოწურავად ილაპარაკა, თუმცა ვაცალოთ ბატონ ნიკოლოზ ერთი თვე შეუძლია ციკლები იმას გადმოსცეს რა და რისი აღნიშნვაც მინდოდა მეც ასე ერთი-ორი სიტყვი და გადავიდეთ მე მომენტალურად სხვა თემაზე რომ ეს ყველაფერი 9 აპრილი მინდა ახალგაზრდებმა რო იცოდნენ მოყვა რას ეს მნიშვნელოვანია აფხაზეთის მოვლენა საიდან წამოვიდა ჯერ მარტო სუსლოვმა როდესაც თქვა რომ საბჭოთა კავშირის დროსაც თქვა სხვათა შორის დაახლოებით 78-79 წლებია ძალიან მყარად არიან ეს სუპერ იმპერია საბჭოთა და მაშინ თქვა საბჭოთა კავშირი დაიშლება აუცილებლად ამიტომ მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი იქნება დარჩება და ამიტომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ თუმცა იმ სახით იარსებოს, რომელიც მას მემკვიდრეობით მიეცემა. და ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ორგანიზატორები თუ ამ საბჭოთა კავშირის დემონტაჟის თუ ასე შემდეგ, ხო, სხვა ფაქტორებთან იქნება რესპუბლიკები და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იქნება საქართველო. ამას ამბობს დაახლოებით 15 წლით ადრე, დაახლოებით ვიდრე ეს მოვლენები მოხდება. და ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აქილევსის ქუსლი საქართველოს ბევრი აქვს, რამოდენ და ჩამოთვალა კიდევაც. აფხაზეთი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი აჭარა, შემდგომ ამიტაც დაკმაყოფილდა და ავიდა ცოტა ზევით იქით აზერბაიჯანი, მერე იქით სვანეთი, სამეგრელო და ასე შემდეგ მთელი რიგი ისინი იმასაკნა რა. და ამის ფაქტიურად გაგრძელება იყო რა ეს ყველაფერი და როგორც კი საბჭოთა კავშირის დემონტაჟის ისინი მოახლოვდა გორბაჩოვი მოვიდა და დაიწყო ეგრეთ წოდებული რაღაც პერესტროიკები
ახლა ბუნებრივია ამის შენარჩუნება უნდოდა ჩემდგომ რა ყველაფერს ეს შენარჩუნებაც შეეძლოთ და ყველა რესპუბლიკებში იქ სადაც იყო მთელი რიგი ესეთი ფაქტორები სამართლებრივი მოინდომეს რომ შეექმნათ ხელოვნურად რომ დაეშალათ ეს და ეკუცმაცებინათ და ამ რესპუბლიკას საერთოდ უარი ეთქვა დამოუკიდებლობაზე ეს იყო ინსპირირებული და აფხაზეთის თემა სწორედ მაგ თვალსაზრისით განიხილება მაშინ განიხილებოდა და დღესაც იგივე ხდება არაფერი არ შეცვლილა და აქედან დაიწყო ესენი რა პროვოკაციები და საერთოდ გამოსვლები და დარბევები და რაღაც მართვადი ასე ვთქვათ ქაოსი რომელსაც აკეთებდნენ და ამის საპასუხოდ იყო ეროვნულ გაერთიანებულ ძალთა ასე ვთქვათ პოზიციები და განცხადებები და შეკრებები და მანიფესტაციები და ასე შემდეგ ამით შეიკრება ეს ხალხი მთავრობის სასახლესთან იყო ეს ოხუმში იყო ქუთაისში ზუგდიდში და სხვადასხვა ქალაქებში ბუნებრივია იკრებდა ეროვნული ძალები თავის ძალისხმევას და ამის შედეგად მოხდა რა მათ ჩვენ განცხადებული ქონდა რომ ეს აქცია იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთი მოვლენები ტრაგიკული მას არ მიიღებდა და აფხაზეთში ადმინისტრაცია და საერთოდ იქნებოდა ბუნებრივი და კონსტიტუცია მათ შორის საბჭოთა იქნებოდა დაცული ხო ეს აქცია გაგრძელდებოდა 14 აპრილამდე რა ესე იყო ყველას მინდა ყველამ გაიგოს ეს ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ პროვოკაციას არ ეკნებოდა ადგილი და სისხლისღვრას და უბედურობას და ამას ბუნებრივია ხელისუფლება არეგულირებდა ან წაუყრუებდა ან ასე შემდეგ ხო და ამაზე იყო დამოკიდებული და როგორც კი ჩვენ შევხედეთ რომ ეს ასე ვთქვათ შეხვედრა უკვე რაღაც საშიშ ხასიათს ატარებდა შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის იდეა მომენტალურად გამოჩნდა ამოტივტივდა ბუნებრივად თორე ჩვენ ამას გამოცხადებას ლიდერები მაშინდელი როგორც ასეთი არაპირებდნენ ამის გამოცხადებას მაგრამ იზოლებული რო გახადეს ამე მე დადგა ეს ჟამი ჩამოკრა რა რომ ერი უნდა მომზადებულიყო წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგებოდა ჩამოგაჭრედან იმ სამხრეთოსეც იმას აჭარაში შეგიქნე პრობლემას და ეს რასაც უსროლი კიდე ლაპარაკობდა რა ეს იყო ფაქტი და ეს ყველაფერი ხო ბუნებრივია იმის გარეშე არ დარჩებოდა კრემლის მიღმა და მომენტალური რეაქცია იყო სადამჯერგო ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ, უნდა დაეშინებინათ, უნდა დაეშეშმინებინათ და უნდა გათითუკაცებული ყოფილიყო ეს ყველაფერი რა. ეს იყო მთავარი და აი ამ დროს ასპარეზზე ისეც ჩანდა და საერთოდ ერთ-ერთი ამ სულიერი რევოლუციის გულისჩამდგელი მერაბ კოსტავა იყო, რომელმაც თქვა გენიალური სიტყვები, რომელიც სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში და არა მარტო საქართველოს ისტორიაში, ნებისმიერი თეოლოგი, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, მოაზროვნე თუ ნებისმიერი ასე თქვა ამ რანგის წარმოადგენელი ამ სიტყვებს ხელს მოაწერდა და გაიაზრდა. და რა თქვა მან, როდესაც აი მოახლოებული იყო ეს საფრთხე და უკვე ტანკები და სადამჟერო ოპერაცია მზადდებოდა და უახლოვდებოდა ამ იმას, ის არ შედგა ეს ადამიანი და მან თქვა გენიალური სიტყვები, ეს არის წამი, როდესაც უდიდესი ეროვნული თანხმობა ხდება, როდესაც ერი შეკრული, გამთლიანებული წარდგა ღვთის წინაშე და ეს იყო მისი ყველაზე დიდი მისია და ამოცანა და უკან დამხევი რო არავინ არ იყო და ყველა მერაბ კოსტავა იყო იქ ყოფი ადამიანი, ყველა შეეწირებოდა და ყველა მაქსიმუმს გააკეთებდა და გააკეთეს კიდევაც. პატრიარქის როლიც მინდა აქ აღნიშნო, იმიტომ რომ ის ვალდებული იყო, მოსულიყო აქციაზე, გაეფრთხილებინა საზოგადოება, რომ ზაბდებოდა საშინელი ტრაგედია, ის ვალდებული იყო როგორც სულიერი მამა, ეს ეთქვა, ეს დაახლოებით რას გავდა. შემდგომ 1000 ისინი გამოაბეს ამას. მეთქმა მოთქმა ხან ისე არ დაუჯერეს, რო არ დააჯერეს, ეს ასე არ იქნებოდა, არ დაიკარგებოდა ამ ხელისუფლებას, ახლა სასაცილო არის უკაცრავად რა. ის ვალდებული იყოს ილია მეორეს, სრულიად საქართველოს პატრიარქი, როგორც აი შვილს რო გაგზავნდი მნიშვნელოვან ამოცანის შესასრულებლად და იცი რომ იქ რაღაც დიდი დაბკოლებები და საფრთხე და რაღაც თუნდაც საგანგაშო ვითარება იყოს იქ შეხუვალდებული ხარ გააფრთხილო ეს რა როგორ წავიდეს როგორ იაროს იქნებ
მობრუნდეს, თუნდაც რაღაც მინიშნებით ესე შეიძლება ვეთქვა. მაგრამ თუ შეამოწმე და დაინახე, რომ ის ზად არის ამ ყველაფრისთვის, მაშინ უნდა აცალო და სხვათა შორის ილია მეორეს ერთხელაც არც გაკორით, არც ირიბად, არც პირდაპირ, არც ერთ ინტერვიუში, არც ერთ დახულ თუ ესეთი მიმაში სექტორში არ უთქვამს რაღაც პრეტენზია იმ ხალხის მიმართ, რომელმაც ის პოსტი არ მიატოვა და დაიცვა. პირიქით შემდგომ ყველა ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას როგორი პატივი მიაგო, შემდგომ უკვე ცოტა მოგვიანობით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, განსაკუთრებით მე კარგად მახსოვს ზვიადის 65 წლის თავი იყო იქ გახდი და პატრიარქი რო გამოვიდა და იქ რაღაც როგორც უდიდესი პატივისცემით და დიდი იმით შეამკო შეიძლება ითქვას და პირველი პიონერი დამოუკიდებლობის ეს უწოდა საქართველოს და ნუ ახლა მთელი ესეთი გაუგებრობები რაც იყო ყოველ შემთხვევაში რელიგიურ ინსტიტუტსა და სამოქალაქო იმას შორის რაღაც გარკვეული ამოივსო ეს რაღაც ნაპრალი შეიძლება ითქვას თლიანად არა მაგრამ დიდწილად შეიძლება ითქვას და მისი გარდაცვალების შემდეგ ერთად ვიყავით ჩვენ ხო რაღაც გრანდიოზული რაღაცა იყო ეს მართლა გრანდიო ამაზეც ვილაპარაკებთ აუცილებლად მე და თქვენ ვიყავით პანაშვიძე შემდგომ გასვენებაზეც ხო და იქაც გამოჩნდა რა რომ ეს რაღაცა ეს ძალები რაღაცა ეს დიდი ძალები რაღაც გაერთიანებული იყო სულიერი თანხმობა იყო და ამას რო სჭირდება სწორი გაგრძელება და რას დავამატებდი პატისემულო ნიკოლოზ მერე თქვენ ბრძანებთ როგორც ზვიად გამსახურდია მიუძღვნა გარდაცვლილ სულებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ისე პატრიარქთან მოსული ეს ხალხი რომლის პრივატიზაცია ხელისუფლება მოინდომა მაგრამ სასაცილოდ გამოიყურებოდა ეს და ყველა მიხვდა რომ ეს არ გამოვიდოდა ეს პრივატიზაცია და ის ხალხი რომელიც აი ამ გზაზე იდგა და დღესაც რაღაც იმაში არის საგონებელში თუ საფიქრელი ბევრი აქვს ვალდებულია ისევე მოიქცეს როგორც ის უზენაეს საბჭო მიუძღვნა იმ გარდაცვლილ სულებს ისე პატრიარქის სონა მარტო ხსოვნა და პანაშვიდი და ეს არ არის როგორცაც გლოვა რა როგორც ასეთი პირიქით ამ ხაზს სჭირდება გაგრძელება ამას სჭირდება მკაფიო მესიჯები ამას სჭირდება მკაფიო დიდი ეროვნული თანხმობა ეს იქნება სამართლებრივი მორალური ტრადიციული რომელიც თვითორგანიზაციის ასე ვთქვათ მაღალ ხარისზე უნდა იყოს ეს ვალდებულია ეს ხალხი ვინც იქ მოვიდა ვისაც 9 აპრილი ესმის ვის დღეს ჩვენ ვიყავით იქ ხო სამთლები დავანთეთ და პატივი მივაგეთ გარდაცვლილებს დღესაც ხო აი ეს ხალხი მთლიანობაში ვალდებულია მიუხედავად იმ წნეხისა იმ უბედურობისა რომელიც ხელისუფლება ამყოფებს ამ ადამიანებს ვალდებულია აი ეს თვითორგანიზაცია მოახდინოს მე მინდა თქვენი აზრი მალოთ რთული ამ საკითხზე საუბარი მაგრამ უნდა ითქვას ერთი რამ მინდა თქვა 70-იან 80-იან წლებში საქართველოს წამოწია საკუთარი წიაღიდან რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ძალიან მე არ ჩამოვთვლი მათ არ არის ეს საჭირო და ამ ფიგურებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არა მარტო საქართველოს ისტორიაში და აი ის რაც ჩვენ ნახეთ პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების დღეებში ყოველგვარ მოლოდინს ეს იყო გამოთხოვება უკანასკნელ ამათსაგანთ კი და ეპოქალურ რაღაც დასრულდა რაღაც მნიშვნელოვანი რამ დასრულდა არა ვიწრო გაგებით ძალიან ფართო გაგებით დიდ ადამიანებს აქვს ესა ხო ერთმანეთს ვერ უგებენ ხოლმე რა არის ეს როგორ არა ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე გოეთე და შილერი და ბევრი შეიძლება ეს არის დრამა არა მარტო მათი, არამედ ქვეყნის ისტორიისაც, დიახ. ხანდახან ცივილიზაციის კი. და ხანდახან ცივილიზაციის და ხანდახან მეტი. სალადინი და რიჩარდ ლონგული და ხანდახან მეტისაც, რა. დიახ. რაღაც ასეთი მოვლენები 80-იან საქართველოში იყო, რა თქმა უნდა. და აქ ეს არის რაღაც აიწონა დაიწონას პრინციპია, რა.
აქ ჩვენ ნაკლებად უნდა ვეძიოთ ალბათ ის, ვინ დააშავა, ვინ საინტერესოა. მიზეზების დადგენა ძალიან რთულია. ვინ რა გააკეთა. რა დატო? რა დატო? მე მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანებმა ისეთი რამ გააკეთეს, რასაც ძნელად მოესწრება ადამიანი რაღაცა 20-30 წლის მანძილზე. ამიტომ უპირველეს ყოვლისა არ შეიძლება მოღვაწის შეფასება იმითი, რაც მან არ გააკეთა. ის უნდა შეფასდეს იმითი, ან ვერ გააკეთა, ან რაღაც ახირების გამო არ გამოუვიდა. ასეთ რამეებს ახირდეს რა ჩაუთხდა თუნდაც. აი ეს ხდება. ასეთი რამ ეს ძალიან ცუდია. და საქართველოს ისტორიას ეს დაეტყო, უნდა ითქვას. ისტორია განსჯის ამას, ვინ იყო, ვინ სად და როგორ იყო მართალი და ვინ სად და როგორ არ იყო მართალი, მაგრამ ეხლა ამისი გამოწვევით ანალიზის დრო არ არის, მე ვფიქრობ. დიდი რაღაცა იყო. და აი ეს ითხოვს ახლა პირდაპირ რაღაცა ხმა მესმის რა, ასე ჩაგესმით. მიწისძვრის ხმა ისმის, რომ გავაგრძელოთ ეს ამბავი რაღაცნაირად და აი რაღაცა ვიწრო რაღაცა მერკანტიულ თუ რაღაცა უცნაურ დავას ერთმანეთთან თავი დავანებოთ. გამოუსადეგარს. გამოუსადეგარს მავნეს და რაღაცა ნერვების მომშლელს და დროის მაზოხისტს ესე შეიძლება. დროის დამკარგავს და ამისი დრო არ არის ახლა. საქართველოს ძალიან რთულ ვითარებაშია. ის უნდა ითქვას, რომ ფოთაშორის საქართველოს კანონიერი ხელისუფლებთან ზვიად გამსახურდიას მეთაურობით არსებული ხელისუფლების ძალით დამხობას ყველაფერთან ერთად მოყვა ის, რომ აი ყველა იმ ცუდ ამბავთან ერთად რაც მოხდა, მოყვა ის, რომ იმ ადამიანთა დიდი რაოდენობა, ვინც მხარს უჭერდა დამოუკიდებლობას და ხმამისა დამოუკიდებლობას საქართველოსთან წავიდა. ეს უნდა ითქვას რა. წავიდა გახდა მიეტოვები. გახდა, როდესაც ბრძოლის საბრძოლველი აღარ იყო უბრალოდ. რა და მთელი ქვეყნიერება ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდა. კი ბატონო. არ გახსოვთ დავით გურამიშვილსაც იგივე დაემართა თუ გახსოვთ. როგორც არის. ხო და გიგანტი გენიოსი კაცი. დაახლოებით 10-15 წლის მანძილზე დაახლოებით 800,000 კაცი წავიდა აქედან. კატასტროფა. და ეს ადამიანები იყვნენ აქტიურები, მოქმედნი, ქვეყნისთვის გულდამწვარები. აღშენებლები. ქვეყნისთვის გულდამწვარები, კაცო. ეს სად არის ასეთი ადამიანები, მათ ძებნა უნდა, მათ გამოზრდას უნდა წლები. ნამდვილად. წლები. ნამდვილად. და აი ეს რაღაცნაირად გავდა საერთაშორისო შეთქმულებას სხვა ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ. გავდა ეს ამას ძალიან, ამაზე ახლა ლაპარაკის შორს წაგვიყვანს. მოკლედ აი ეს დიდი ამბავი დასრულდა იმითი, რომ ჩვენ გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე საქართველოს პატრიარქი. კი ბატონო. და მინდა ერთი რამ თქვა. დიახ. რაც ალბათ ყველამ უნდა გაითვალისწინოს. როგორადაც არ უნდა შევაფასოთ მისი მოღვაწეობა და ის ეპოქა, რომელსაც ის განასახიერებდა, აი ამ ბოლო აკორდმა, როგორც ჩანს, აჩვენა ერთი რამ, რომ საქართველოს არასოდეს არ შეეგუება იმას, რომ თავს მოხვეულ პოლიტიკურ სამართლებრივ და ეთიკურ და რეპრესიებს და ასე შემდეგ. ეთიკურ ნორმებს. დიახ, რომელიც არის თავს მოხვეული. ეთიკურ ნორმებს, რომელიც უნდათ რომ თავს მოახვიონ და ის ამას თავს არ მოიხვევს არავითარ შემთხვევაში, მე გულისხმობ იმ ნორმებს, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ეთიკას. არა მარტო ქრისტიანულს. ხო, არა მარტო ქრისტიანულს, არის დანაშაულებრივი და რა ვიცი.
ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის იმათაც ვისაც ასეთ ვითარება არ მოსწონს რა. თუ მათ უნდათ რომ რამე გავლენა იქონიონ ამ ქვეყნის მომავალზე, ეს უნდა გაითვალისწინონ, რომ აი რაღაცა არატრადიციული ურთიერთობების დაკავშირება, მისი აქტიური პროპაგანდა ამ ქვეყანაში არ გამოვა. თქვენი ჰუმანური პოზიციები სავსებით გასაგებია. მე კიდე იმედი მქონდა მართალი გითხრა დღევანდელ დღემდე და ერთად რო ვიყავით განსაკუთრებით იმაზე რა უნდოდა ახლა იმის გაკეთებას რომ მე ვერ წარმოვიდგენდი რომ აი სინთეზის პატიმრები, პოლიტპატიმრები, დასახიჩრებული ადამიანები, ახალგაზრდები ახას და ამას რო კიდე გარეთ რო არ გამოუშვებდე და იმით რო ვერ ისარგებლებდი რომ პატრიარქს თუნდაც მიუძღვნიდი იმას რომ აი ამასთან და პატრიარქ მოდი ახლა პირდაპირ ვეთქვი რამდენი ადამიანი იმას აქნა თავის დროზე სანამ ისე იყო რა ასე მოდი რა გასაგებად დავთქვათ როდესაც მესაყდრე შიოდა ის შემოვიდა შემდგომ ეს უკვე აქტიური პოლიტიკური იმი და გასული იყო არეალიდან ხო ეს ხო თორე ესე რო ყოფილიყო მე ახლა ბათიაშვილის იმას დაგესახელებ კაცო და სულხან-მოლაშო ჩემთა პირდაპირ ნათქვამი აქვს ბატონო თქვენ იცით რომ მე ჩახედული ვიყავი იქ და ამ ადამიანის საპროტესტო ნოტაში და ციხეებში ურთიერთობებში და მის შემდგომ უკვე პოლიტიკური მაქსიმალურად ხელს უწყობდი და მის ინტეგრაციას და მის რეაბილიტაციას და ასე შემდეგ ესეთი რაღაცა მითხრა რა თვითონ რომ მე პატრიარქთანო ვიყავიო შემდგომ და მითხრაო რომ მე როდესაც ციხეში ვიყავიო შენო მე პრეზიდენტ სააკაშვილს უთხარიო როდესაც შენი საპრეზიდენტო ის რო იქნებაო ისევე თქვენ გამოგადგებათ რომ მეორე ვადით რო იქნება შეიწყალეთო ეს ადამიანი ბათიაშვილი რაზე იყო დაწერილი კარგად გავსხოთ ხო ინტელექტუალ მხარდაჭერაზე ანუ ეს ადამიანი მაქსიმალურად ჩართული იყო ასეთ გულმოწყალე ასე თქვა ჰუმანურ და შეწყალების და მთელი ამ რეპრესირებული პოლიტიკის ყოველთვის აი ამ ბოლო დროს ახლა თვალსაჩინო გახდა რომ ეს ბერკეტები მას წართმეული ქონდა ეს ხაძე ცხადია ახლა ბატონო თვალეს ნუ დახუჭავთ რაღაცებზე ახლა ილუზიებში ყოფნა მე არ მიყვარს ამიტომ ჩვენ ახლა იქ დღეს კარგი ის მოხდა სხვათა კარგი როგორ მესაყდრეში რომ მოვიდა რეალ პოლიტიკაში ჩამოვიდეთ ახლა ბატონ ნიკოლოზ შევხედოთ ამ მოვიდა იქა და განაცხადა რომ ჩვენო ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ შინაგანი თავისუფლება დავიცვათო და ასე ეს რაც პატრიარქმა დაიტოვა ის გაიმეორა მე არ მინდა დავიჯერო რომ ეს ახლა წინა საარჩევნო იმის მე არ მინდა ესა თქვა მე თუმეტეს ის რო არის კიდე მისი ახლოს ყოფი პიროვნება არ მინდა ახლა ამ ადამიანზე ვილაპარაკო საზოგადო ჯარმაიძე განაცხადა რომ დღის წრეში ისევ დგასო პოლიტპატიმრების ასე შეწყალების მომენტიო ეს წინა საარჩევნო ეს არ უნდა იყოს ეს უნდა იყოს უნივერსალური ქრისტიანული იდეის ასე თქვა ცხოვრების წესის ასრულება და ეს ძალიან მარტივად გასაგებია მთელი საზოგადოებისთვის იყო მომენტები როცა ეკლესიას უნდა დაეკავებინა საკუთარი პოზიცია თქვათ აი თვალსაზრისით რომ ხელისუფლებისთვის მოეწოდებინა რომ ის შემწყნარებელი იყოს შემწყნარებელი რა ეს მაგაბედეს მაგის თქმა ეს უნდა ითქვას ეს მარტო ეხლა კი არ უნდა მომხდარიყო ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო 90-იან წლებში დიახ როდესაც იმ ადამიანებს რომლებიც იცავდნენ ხელისუფლებას რომლისაც ეჯერათ რომელსაც ბოლომდე გაყვნენ და რომლისთვისაც საკუთარი კეთილდღეობაც და მზად იყვნენ სიცოცხლეც შეეწირა და დაამტკიცეს ეს როდესაც მათ ტყვიას ესროდნენ, კლავდნენ, მიტინგები ქუჩებში, ციხეებში სვამდნენ და რეგიონებს აწილაკებდნენ. ხო გახსოვთ? რეგიონებს აღარაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენი გაგიფრთხილდებით უბრალოდ. გასაგებია. როგორც იქაურ კაცს და გულდამწვარ კოლხს. ხო. ეს მაშინაც უნდა თქმულიყო, რომ სხვა არაფერი შემწყნარებელი უნდა იყოს არ შეიძლება მე ვფიქრობ მხოლოდ მოგებულის მხარეს ძლიერის მხარეს უფრო სწორედ ეს არ ვარ და მე ვფიქრობ ეს რაღაცნაირად ეს პოზიცია უნდა გადაიხადოს
ასე ვფიქრობ ნამდვილად. რა სავსებით სწორედ ზანა. აი ეს მინდოდა და მეთქვა. აუცილებელია. ეს მინდოდა და მეთქვა ამასთან და დაკავშირებით. იმას ჩავთავ და მე თქვენ გააგრძელეთ. ახლა არჩევნები და ის რო იქნება, ხო? ჯერჯერობით საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს, უნდა ვთქვა, ეს პროცესები. ჯერ დაიწყეს რაღაც მანევრები და მიხვდნენ, რომ ეს მანევრები წაგების მეს მაგათ არაფერს არ მოუტანდა. ეს თვალსაჩინო იყო, ეს პრორუსული ესენი და განსაკუთრებით საშინელება იყო, როდესაც სოფლიო პატრიარქს ახლა პატრიარქის გასვენებაზე ბიძინა ივანიშვილი რო გააცნეს იქ რაღაც დემონსტრაციულად. ახლა რასაც ნიშნავდა ეს ახლა პატარა ბავშვები არა ვართ. მაგაზე გაცილებით მეტი გვინახავს და გვიფიქრია და ვიცით რა. არა დავასრულებ. ეგ ახლა ესეთი რაღაცა არის, მსგავსი რაღაცები არ უნდა განმეორდეს, როგორც ასეთი. ბუნებრივად უნდა წავიდეს, გამჭვირვალედ უნდა წავიდეს ეს ყველაფერი. ამას შეუქცევადი სახე უნდა ჰქონდეს აუცილებლად და მისცენ რა თვით გამოხატოთ და თვითონ რაც იქხდება ახლა თვითონ ბერების და ეპისკოპოსის მეუფეების დამოკიდებულებით ამ საკითხები მეც არა მარტო მე ყოფილები ვართ იმ თვალსაზრისით, რომ არ ხდება რაღაც. ყოველ შემთხვევაში ხილული სახით რაღაც ესეთი უხეში ჩარევები ნამდვილად არ არის და როდესაც ესეთი დიდი პატრიარქი, როგორც ილია მეორე იყო, ამის შემდეგ ახალი ეპოქა რო დადგება, თვითონ ადრე ეს ეპისკოპოსები, მეუფეები, ეს ყველანი დანარჩენები ყველანი ამოფარებული იყვნენ მისი უზარმაზარი ავტორიტეტის ჩრდილში იყვნენ და ამოფარებული იყვნენ როგორც ასეთი და ეს მაგათთვის მართალი გითხრათ ძალიან ესეთი მომგებიანი პოზიცია იყო მაგათ. ამჯერად ეს ფუფუნება მაგათთვის უკვე დამთავრდა რა, შეიძლება ითქვას. ფუფუნება ყველასთვის დამთავრდა. ბატონო? ყველასთვის დამთავრდა. ყველა არა, განსაკუთრებით ბატონო ნიკოლოზ მაგათთვის. ახლა ესენი ვალდებულები არიან, ამ ფიგურის შეცვლა შეუძლებელია, როგორც ასეთი, ამიტომ კოლექტიური პასუხისმგებლობასთან ერთად ინდივიდუალური პასუხისმგებლობა შემოდის თითეული მათგანის. აი ახლა ბრძანა. მე არ მინდა და არავარ კომპეტენტური რაღაცა ხომად შევიდე ამ საკითხში, მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ის რომ ახალი ეპოქა დგება, დასრულდება იმითაც, რომ აი ეს რაღაცა შიდა განსხვავება პოზიციებში შიგნით აშკარა ხდება. ესე იგი ამის მანიფესტაცია ხდება ღიად, რაც ილიას მეორის პატრიარქობის დროს არ იყო აუცილებელი, იმიტომ რომ მას იმდენად ენდობოდა მოსახლეობა და ხალხი და რაღაცა, რომ რასაც გააკეთებდა მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, მისაღები იყო. და არ დამდგარა შეკითხვა იმის შესახებ, ეს ადამიანი სწორად იქცევა თუ არ იქცევა. რაღაცა დროის შემდეგ მაინც განსაკუთრებით რა. ეხლა ეს დრო აღარ არის, სახუმარო ამბავი არ გახლავთ ისა, რომ დღეს საქართველოს მასშტაბებულ ეკლესიაში არ არის არც ერთი საეკლესიო პირი. ან ბერი, რომელიც არ იყოს ხელდასხმული, ან დასტურმიცემული ილია მეორის მიერ. ეს არის უნიკალური შემთხვევა და ასეთი შემთხვევა აღარ განმეორდება, შესაძლოა აღარ ასრულდეს. ნამდვილად. ამ გაგებით ეს ამბავი დასრულდა, დამთავრდა და გადავდივართ სრულად ახალ ეპოქაში და ეს ეპოქა რაღაცნაირად ყველა ერთმანეთს უნდა გავიაროთ თან არა ვიცი, ესე ყველა უნდა შეასრულოს თავის მოვალეობები, რა. ფუნქცია, მისია და ასე შემდეგ. მისია რაღაცა ამბავი. ეს არის ურთულესი ამბავი, მე ძალიან ეკლიანი. მე ძალიან, ასე ვთქვათ, გულშემატკივრობ კი არა, უფრო მეტიც, ესე იგი, ვერ წარმომიდგენი ადამიანი, რომელსაც ახლა უნდა უმეტესე ადგილის დაკავება, რა. აი ეს ვინმეს რომ ამის სურვილი აქვს, მე არ მჯერა. იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი ამბავია რა. ტვირთი, ჯვარი, უმძიმესი ჯვარი, რომლის აწევაც ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი. აბსოლუტურად შეუძლებელია და ეს არ შეიძლება არ ესმოდეს ყველას, ვინც ამ საქმეში არის ჩართული რა. ბატონო ნიკოლოზ, ეს შემიძლია თქვა დანარჩენი არაფერი რა თქმა უნდა დანარჩენი საქართველოში თავარია რომ ეს მოხდეს ესე იგი ბუნებრივად და გამჭვირვალედ და პოლიტიკას და განსაკუთრებით ბიზნეს სექტორების ჩარევა აქ აბსოლუტურად გამოიწვია. ნებით
ასე ვთქვათ, სასულიერო პირების. პოლიტიკური სცენარები და ბიზნეს პროექტები და ამდაგვარი რაღაცები ამ საკითხში აბსოლუტურად გამორიცხული უნდა იყოს. შემდეგ. დიახ. და ახლა მე ეს რო შევაჯამო რაღაც გარკვეული საქართველოში ეს ისეთი ქვეყანაა, სადაც ძვირფასო მეგობრებო, მოდი ესე ვთქვათ რა, უნივერსალური ქრისტიანული იდეის გარეშე მე ახლა შეგნებულად მართლმადიდებლს არ გამოვყოფ აქ რა გასაგებად. მეორე ფაქტორი ეს არის უნიკალური ქართული კულტურა თავისი ტრადიციებით, როგორც ასეთი და მესამე არის ამაზე არანაკლები, ყოველ შემთხვევაში ფაქტორი არის უდიდესი, ეს არის სამოქალაქო შეგნება, როგორც ასეთი, თავისი გარე ფაქტორებით, თავის ტენდენციებით, აქტებით, მიმართულებებით, ხელშეკრულებებით და რომელიც აისახება სამოქალაქო ცნობიერებაზე. აი ეს სამი მომენტი, ხო, ძირითადი, ერთმანეთთან თანაარსებობაში თუ არ იქნა, ერთმანეთთან ჰარმონიზირებული თუ არ იქნა, ერთმანეთთან დიალოგში ვერც ერთი ხელისუფლება, აი კოსმოსიდან რო ჩამოიყვანო და თუნდაც მსოფლიო ნაკრები გააცოცხლო დედამიწაზე ვინც იყო და რო ჩასვა რა სხვა ამათ შორის თანხმობა და დიალოგი და შეხმატკბილებული თუ არა, თუნდაც კოჰაბიტაციის მსგავსი რაღაცა თუ არ იქნა, აქ არაფერი არ გამოვა. მე მგონი ეს ყველას უნდა ესმოდეს ელემენტარულად და აქ ხელების გადაგრეხით, რასაც დღევანდელი ხელისუფლება რაღაცა გულმოდგინედ ცდილობს, არაფერი არ გამოვა. ეს არის წარუმატებელი, აბსოლუტურად ჩანასახშირი. ძანეთ. მით უმეტეს რომ დღევანდელი მდგომარეობა ქვეყნის საკმაოდ დამაფიქრებელია და საკმაოდ რთულია რა. ძალიან ჩახლართული უბრალოდ. დამეთანხმებით რომ სოფლიოში არის არეული აწეწილი რა ერთო. სოფლიოში არის ასეთი მდგომარეობა და ილუზია იმის შესახებ რომ ჩვენ ესე იგი ვიქნებით რაღაცა კუნძული რომელსაც არავინ შეგაწუხებს. არავინ შეეხება და არავინ შეგვაწუხებს ეს არის ილუზია. ეს არის არა უბრალოდ ილუზია, ეს არის მავნებლობა. მავნე ილუზია. თუ არის ასეთი. ახლა კაცი ახლა იმას რო ეტყვის, იქ რო ჩადეს სიკვდილი ისრაელსო და სიკვდილი ამერიკასო და შემდგომ ჩამოდიხარ და ანძას ანათებ ირანის ფერები და შენი წარმომადგენელი სუსის უფროსი იქ ამერიკაშია და იქ იმათ ელაპარაკება პერიოდულად აქ შანტაჟი ხდება, შემდგომ ირანის ელჩი გამოდის რაღაც აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას, ამაზე პასუხი არ არის. ეს ახლა აბსოლუტური ნონსენსი, გაუგებრობა და ანტისახელმწიფოებრივი აქტია. ისტორია გვასწავლის ერთ რამეს. დიახ. 1918-21 წლის მოვლენები. დემოკრატიული საქართველოს ასე ვთქვათ, ტრაგიკული ბედი განაპირობა არა მარტო იმან რომ ასე ვთქვათ, რაღაც შეცდომები დაუშვით და მარტო ამან არა. ობიექტურმა ფაქტორებმაც. იმანაც განაპირობა რომ ჩვენ აღმოჩვით მოკავშირეები იმ სოფლიო ძალებისა, რომლებიც ომში დამარცხდნენ. დიახ, გერმანიის ხარაზე კონკრეტულად. სხვა ამბავია. მიუხედავად იმისა, ეკენი ჩვენთან კარგად მოიქცენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უბრალოდ არ ქონდა სხვა გზა, სხვა თამაში. სხვა თამაში უბრალოდ არ ქონდა და სხვა. კი ბატონო. მაგრამ მაინც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შესაძლოა გადამწყვეტიც არ ვიცი. იყო ის რომ ჩვენ აღმოჩნდით იმ ძალების ბანაკში რომლებიც წინასწარ მარცხისთვის იყვნენ განწერული. წინასწარ არ ვიცი, მაგრამ დამარცხდნენ ფაქტია და ჩვენც დამარცხებულთა რიგებს მიგვაწერეს და მოგვექცენ ისე როგორც დამარცხებულ ბანაკს. ნამდვილად ეგრე იყო. ნამდვილად. ხო და ორი აი სილასა და ქარიბდას შორის გვიწევს ახლა გავლა რა როგორც ოდისებს არ ვიცი ახლა ვინ არის ჩვენ შორის ოდისეპსი და ვინ იზამს ამას მაგრამ ერთის მხრივ ესე იგი ეს რაღაცა ნეიტრალური პოზიცია უნდა მივიყვანოთ იქამდე რომ ორივემ დაგვაყაროს ორივემ არ არის ეს გამორიცხული როგორც ხედავთ ამის ნიშნებით რაღაც ყირგიზეთში ესე არ მოხდა ბატონო ნიკოლოს კაცი. ხო გახსოვთ სულ ახლახან იყო 10 წლის. ირანი მხრება დასავლეთი ჩვენ თვითონ არ მოხდენს რაღაცა ესეთი შანსები. და ორ სკამზე ორივე სკამი რომ გამოიწევა, შიგნევე ჩავარდები ახლა. და მეორე ბიმეორებ თუ არ უნდა აღმოჩნდეთ დამარცხებულთა ბანაკში. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, თორე ძალიან მძიმე დამთავრდა, უფრო მძიმედ ვიდრე 1901 წელს განსხვავდა.
იმ ხელისუფლებამ, რომელთა შორის ძალიან ცნობილი და ჭკვიანი ხალხი იყო, არ ვფიქრობთ, რომ ეს ხელსამოსაკრავი ხალხი იყო ეს. ჟორდანია და ჩხეიძე და არ დაიჯეროთ. ნამდვილად. წერეთელი ძალიან სერიოზული ხალხი იყო. კი ბატონო. ნოე ამერიკი და ნოე რამიშვილი. ეს საძებარი ხალხი იყო. ნამდვილად. ვამთავრებთ ხოლმე. ხო, დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ აქ სერიოზული პროექტები შეგვიძლია შემოვთავაზოთ, იქ ახლა დამხობილი ხელისუფლება იყო, შემდგომ რაღაც დიალოგის ისინი იყო სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ დღეს ესეთი ვითარებაა რა, რომ ეს დიალოგი დამხობილ ხელისუფლებასა და უზენაესაბდოს რაღაც გარკვეულ წევრებს შორის, ჯგუფ შორის და ხელისუფლებას შორის, მაშინ როდესაც ლეგიტიმაციის მომენტი არის ძალიან ჩავარდნილი და ფაქტიურად არც ერთი ინსტიტუტი ანგარის გასაწევი უკვე ამათ არ აღიარებს დღევანდელ ხელისუფლებას. ხედელობაში ვაკ ბოლოს ეს OBS-ის ევროკავშირის იმის დასკვნები, სტრასბურგის დასკვნები, ეს სანქციების მომენტები და ეს ყველაფერი, თუნდაც დიდი ბრიტანეთის პოზიციები ხელისუფლებისადმი, რეგიონისადმი, უკრაინისადმი ასეთ მხარდამჭერი და აქ ჩვენი ხელისუფლება სად არის თვითონაც ვერ გაუგია, ხო გასაგებია. ამიტომ ჩემი აზრით ამის შესახებ ბატონ კოტე კემულარიასთან ერთად ჩვენ შემოგთავაზეთ საკმაოდ ესეთი სერიოზული განხილვა, ეს განხილვა აუცილებლად იქნება კიდე, სადაც ეს დიალოგის აუცილებლობაზეა ლაპარაკი, მაგრამ დიალოგი შედგება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დარწმუნდება, რომ ეროვნული თანხმობისა და იმ იდეალისა და 9 აპრილის მონაცემების გარეშე რეფერენდუმში, აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმის გარეშე, ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოზეთის ლეგიტიმურად გაუქმების შედეგად მიღებული დასკვნები, აფხაზეთის რეფერენდუმი, მთლიანად ამ ტერიტორიულ ფარგლებში აღიარებული რო არის საქართველო. ძალიან მიავიწყდათ დავით გარეჯესის დანაშაულებრივად ხელისუფლება დანაშაულებრივად როდესაც ცდილობს განგებ დაავიწყოს ესა და ვითომ წინა ხელისუფლებას გადააბრალოს, ემასაც თავიანთი ბრალეულობა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დღევანდელი ხელისუფლებაზე, მithumetes როდესაც ალიევი ჩამოდის აქა და რაღაც პროექტებზეა ლაპარაკი და ეროვნული მოძრაობა ბატონ ნიკოლა საიდან დაიწყო? კაცო, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გარეჯი და იმათი გაყვანა და სისხლი ჩაანთქია იქ ხალხმა და ბერი დავითი დღევანდელი მეუფე რო არის ის ოჯახი ცხოვრობდა იქა და უზარმაზარი წვლილი აქვს და პატრიარქიც ყველანაირად ეხმარებოდა. მე ამას დღესაც ახლო კონტაქტი მაქვს მაგ ადამიანებთან. ბოლოს მინდა აღნიშნო, რომ 2008 წელს ჩვენი ეკლესიის მეთაურის საქმიანობა პირდაპირ სამაგალითო იყო. კი, რო ტყვეები რო გამოყავდა გარდაცვლილების გამო თუნდაც ეს რუსების აგრესია რო შეამაშე თუნდაც მისი დიპლომატიური ერთსაც ვიტყვი კიდე წინა გადაცემაში თქვი, მაგრამ ეს სულ უნდა ვიმეორო ამაზე კიდე საგანგებო გადაცემას. მე მახსოვს, როდესაც პატრიარქი იყო დაახლოებით ეს სააკაშვილის პერიოდს ეხება, სადღაც 2011 წლებში დაახლოებით ესე და იქ ჩავიდა რუსეთში, შეხვედრა აქ პუტინთან, ტელევიზორში გადაიცა ეგ სხვათა შორის, ტელევიზიის იმიდან გელაპარაკებით, რამდენჯერმე ჩანაწერიც ამაქვს და რუსეთის პატრიარქი კირილი არ ქვია. პუტინმა მოინდომა რიჩარდ ლონგულობა და თქვა, რომ ქრისტიანები დევნიან, მაგრამ ევროკავშირში და თელ სოფლიოში, აი კოსოვოში ესეთი რაღაცა ხდება, სერბული რეგიონში, კოპტებთან, ეგვიპტეში და ასე შემდეგ და ამიტომ საჭიროა ძალისხმევა და ჩვენი ქრისტიანული იმისის. ამაზე პატრიარქმა უპასუხა, თლიანად გეთანხმებითო ბატონო ვლადიმერო, მაგრამო აქ უშუალოდ ჩვენ თვალწინ რაც ხდებაო, განსაკუთრებით სამაჩაბლოში, ცხინვალის ოლქში, ეგ ოკუპირებული რეგიონები არისო და ამიტომ მოდი შევქნათ მოქმედი ჯგუფები, დავიწყოთ აქედანო ეს მოდელი დავამკვიდროთო, როგორცაც იცით და შემდგომ გადავიდეთო იქაო და დაეთანხმა ეს რა იძულებული გახდებოდა, იმას ხო ვერ ეტყოდა. ამის შემდეგ ეს რაღაც ჩაკოდა ეს პროცესი, სამთო მე ამის შესახებ
ვისაუბრე ბატონ კემულარიასთან კოტესთან გავაკეთებ საგანგებო გადაცემა ძალიან ესეთი შტამბეშტავი იქნება ეს თუ სახელმწიფო მარიცეს თვითონ ვინ რაზეა წამსვლელი როგორ არის მოწინააღმდეგე მით უმეტეს ახლა მიუხედავად იმისა რომ უმძიმეს ვითარებაში ვართ ჩვენ საკმაოდ დიდი შანსები გვაქვს იმისა რომ ჩვენი სუვერენიტეტი დავიცვათ თუნდაც რა ახლა სირიაში არ უნდა ჩავიდეს ჩვენი წარმომადგენელი და სირიის დღევანდელ ხელისუფლებას რომელიც პროამერიკულია და პროდასალურია თითქმის არ უნდა წააღებინოს აფხაზეთის აღიარება იგივე ეს მართლა უმაქნისები ეს მართლა რა ხელისუფლება ამათ როგორ შეიძლება დაარქვა იგივე არ შეიძლება ვენესუელაში გაკეთდეს როდესაც ეს მადურო რო გაიყვანეს თამაშიდან და როდრიგესია თუ ვიღაც რომელიც პირდაპირ მზად არის ასევე წაიღოს თავისი ჩვენება წაიღო უკან ამას ჭირდება მოქმედება ამას ჭირდება აქტიურობა და არ ჭირდება რაღაც ბუნაკში და ბუნკერში ყოფნა და ხელსაყრელ ვითარებაში გარეთ გამოსვლა ედუარდ შევარდაძე ვინ იყო საქართველოსში და კარგად ვიცით რა ბევრი დანაშაულიც აქვს და ბევრი კარგიც აქვს გაკეთებული და მაგაც ვერავინ ვერ დასწამეს ბუნკერში ყოფნას და ასე შემდეგ და ჯერ თუ გახსოვთ იქ ზარიასთან ფეხბურთის თამაში რო იყო იქიდან რო ჩამოვიდა და კინაღამ ომი რო დაიწყო სტადიონზე და კინაღამ რევოლუცია რო როგორ მოვიდა დააშოშმინა ჩემ თვალწინ აფხაზეთში რაები გააკეთა კარგად მახსოვს თუნდაც სააკაშვილის დროს რო გამოვიდა იქ დიდი აქციები რო იყო პირდაპირ რომ მივიდა გარისკეთ მეგობრებო დაელაპარაკეთ თქვენ მოსახლეობას ხო თulit რომ ლეგიტიმურები ხართ რა ლეგიტიმურები ხართ ჩვენ კარგად ვიცით მაგრამ ელემენტარულად თუნდაც ლოკალურად რაღაცა უნდა დაამტკიცოთ და არა როგორ დღეს მოიქეცით რომ კიდე ახალი პატიმრები და ახალი მოქალაქეები დაიჭირეთ თუ დაატუსახეთ თუ სადღაც წაიყვანეთ იმედი ვარ გონს მოეგებით როგორც ასეთი მე თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ვამბობ აქტორე თქვენზე დიდი იმედები ნამდვილად არა მაქვს ჩვენ ერთ ქვეყანაში უნდა მოგვიწევს ასე თქვა ცხოვრება და იმედია რომ ეროვნული თანხმობა და ეს გადაცემა რომელიც აქტუალურ საკითხებზეა და გააღრმავდება ესა და კიდე დაიდება უფრო კონკრეტული თემატიკები ჩვენ ერთ ბანაკში აღმოჩნდებით და ერთ საარჩევნო გაკეთდება და როგორც კომუნისტები მოიქცენ ჩვენთან თუ გახსოვთ ბატონ ნიკოლოზ რომელსაც დიდი სიმამაცე გამოხატეს და პარიტეტულ საწყისებში ჩავატარეთ არჩევნები და პოლიტიკური სისტემა შეიცვალა, სამართლებრივი შეიცვალა, არ შეიცვალა და ამაზე ასე თქვა თვითონ ხელი მოაწერეს თავიანთ მათ. ჩვენ გვინდა ესე რომ წაგებულმა აღიაროს წაგება ლეგიტიმურმა და გამარჯვებულმა დამარცხებული არ დაჩაგროს როგორც ასეთი და ეს მოხდეს ყოველგვარი კრიმინალიზაციის, ჩაწყობებისა და რაღაც ამდაგვარი იმის გარეშე. ბრძანეთ ორი სიტყვა და დავამთავრეთ. არა, მე ვფიქრობ, ბევრი არაფერი არ არის გასამართებელი. ახლა რაც არ უნდა იყოს, საჭიროა რაღაცა კონსენსუსის საერთო ნიადაგის მოძებნა. ამას კარგი შემოგთავაზებთ. ეს კარგი სიტყვა არჩილ ჯორჯიაძემ დაამკვიდრა, იყო ასეთი დიდი ქართველი პოლიტიკური მოაზროვნე, საერთო ნიადაგი უნდა განვანახოთ რამენაირად. ოქროს შუალედ ალტერნატივა არ არის. ერთმანეთის დამცირებისა და ძალადობის გარეშე. სინამდვილეა, იმან თავი უნდა დაანებოს ამ საქმეს. კი ბატონო, ნამდვილად. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მადლობ თქვენ. ჩვენ განვაგრძობთ ამ ციკლს. სულისკვეთება არის მერაბ კოსტავას, ვიად გამსახურდიას, პატრიარქის და როდესაც ამ სამი დიდი ადამიანის გაერთიანდება და ამას კიდე სხვები გაიზიარებენ, შედეგებით შესაბამისი იქნება. მადლობ ყურადღებისათვის.